მაღალი დონის შეხვედრებით დაიწყო უზბეკეთში საქართველოს პრემიერის ოფიციალური ვიზიტის მეორე დღე. ირაკლი კობახიძე სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ქვეყნის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შეხვდა. იმ შეელეს ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავებასა და სამომავლო პარტნიორობაზე. გაიმართა უზბეკეთის საქართველოს მთავრობათა შორის ეკონომიკური საბჭოს სხდომა, რომლის ფარგლებშიც შემუშავდა საგზაო რუკა. ახლა სწორედ ამ დოკუმენტში უნდა გაიწეროს ის გეგმა, რომელიც მეგობარ ქვეყნებს შორის სხვადასხვა სექტორებში კონკრეტულ ნაბიჯებს განსაზღვრავს. უკვე დასრულებული ვიზიტის დეტალებზე ტაშკენტიდან ანა ბროლაძე ისაუბრებს. უზბეკეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის და მისი დელეგაციის ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი დასრულებულია. ქართულმა მხარემ უკვე დატოვა ქვეყნის დედაქალაქი ტაშკენტი. აღსანიშნავია, რომ ბოლო შეხვედრა შედგა უზბეკეთის პრეზიდენტთან და ფაქტობრივად ამის შემდეგ უკვე მოვისმინეთ ქართული დელეგაციის კომენტარები იმ გზავნილებიდან გამომდინარე, რომელიც მთელი დღის განმავლობაში ისმოდა ტაშკენტში მიმდინარე ღონისძიებების ფარგლებში. საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მისი მინისტრთა კაბინეტის წევრები ამბობენ, რომ ძალიან ნაყოფიერი იყო ეს შესაძლებლობა, რომელიც ამ შემთხვევაში ქართულ მხარეს მიეცა ცენტრალური აზიის ამ ქვეყანაში სტუმრობისას, იმის გათვალისწინებით, რომ ძალიან ინტენსიურია სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა მხარეებს შორის, იმ ფონზე, როდესაც კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნა მიღებული, როგორ უნდა გაიწეროს მომავალი წლების სამუშაო ტაშკენტსა და თბილისს შორის და იმის გათვალისწინებით და იმის ფონზე, რომ კიდევ ერთხელ ეს არის ის მნიშვნელოვანი სახელმწიფო, რომელიც აბრეშუმის გზის მარშრუტის ერთ-ერთი რგოლია. შესაბამისად, როდესაც საქართველო პოზიციონირებს როგორც შუა დერეფნის ქვეყანა, დამაკავშირებელი ევროპასა და აზიას შორის, აი ამ დაკავშირებადობის გაზრდის კუთხით მნიშვნელოვანია უზბეკეთთან თანამშრომლობა და ქართული მხარე ამბობს, რომ ეს ვიზიტი იყო ამ თანამშრომლობის გაღრმავებისკენ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი. განვიხილეთ, რა თქმა უნდა, პოლიტიკური თანამშრომლობის საკითხები, ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა და ვისაუბრეთ ამ თანამშრომლობის გაღრმავებაზე და შევეხეთ ასევე, რა თქმა უნდა, ჩვენს ეკონომიკურ თანამშრომლობას და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეკონომიკური კომისიის სხდომაზე განხილული იქნა ჩვენი თანამშრომლობის ძალიან კონკრეტული ასპექტები, რის საფუძველზეც განისაზღვრა კონკრეტული მიმართულეები, კონკრეტული მიზნები, ამოცანები და ჩვენ შევჯერდით პრეზიდენტთან იმასთან დაკავშირებით, რომ ყოველთვის საფუძველზე განისაზღვრება კონკრეტული გზამკვლევი, რომელსაც დაეფუძნება ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება. ჩვენ დავისახეთ ძალიან ამბიციური მიზანი, გავასამაგოთ უახლოეს წლებში ჩვენი სავაჭრო ბრუნვა, რაც არის ამბიციური ამოცანა, თუმცა არის აბსოლუტურად მიღწევადი. ვიზიტი იყო პროდუქტიული, შეხვედრები გაიმართა ყველა იმ ადამიანთან, ვინც მონაწილეობას იღებს უზბეკეთის რესპუბლიკის პრიორიტეტების განსაზღვრაში, ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებაში და ბევრი პრიორიტეტული მიმართულება განისაზღვრა, რომლის მიმართულებითაც განვითარდება ჩვენი ურთიერთობები უზბეკეთთან. განვიხილეთ ეკონომიკური თანამშრომლობის პოტენციალი არის ნამდვილად იმაზე მეტი, ვიდრე დღეს გვაქვს და ამ მიმართულებით წარიმართება მუშაობა შესაბამის უწყებებს შორის, განათლების სფეროში თანამშრომლობა, პრიორიტეტული მიმართულება, რომელიც აინტერესებს უზბეკურ მხარეს და ჩვენთვისაც ძალიან საინტერესოა. ვისაუბრეთ კონკრეტული გეგმების ჩამოყალიბებაზე, გაკეთდება საგზაო რუკა თანამშრომლობის, რომელიც ეკონომიკური თანამშრომლობის 4 მიმართულებას და ასევე კულტურულ საგანმანათლებლო მიმართულებას მოიცავს. ყოველი ამ მიმართულების მიხედვით ჩვენ გვექნება კონკრეტული პასუხისმგებელი პირები გამოყოფილი, რომელიც თვეში ერთხელ გააკეთებენ ანგარიშს, ისე რომ ჩვენ წლის განმავლობაში ეკონომიკური კომისიის თანათავმჯდომარეები შევაჯამებთ მიმდინარე პროგრესს და საბოლოოდ მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ უკვე წლის ბოლოსთვის უნდა გქონდეს ხელშესახები შედეგები ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით უზბეკეთთან, რაც მოიცავს მილიარდამდე ჩვენი სავაჭრო ბრუნვის გაზრდას, მოიცავს ინვესტიციების წახალისებას, მოიცავს თანამშრომლობას სატრანსპორტო ლოგისტიკური მიმართულებით. დღეს პოლიტიკური შეხვედრების გარდა, რომელიც შედგა უზბეკეთის პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან, გაიმართა ასევე მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობით სამთავრობოთა შორის ეკონომიკური საბჭოს რიგით მე-10
სხდომა, სადაც საკმაოდ საინტერესო გზავნილები მოვისმინეთ იმ გეგმებთან დაკავშირებით, რომელზეც საუბრობდა ხმამაღლა უზბეკური მხარე, ვიცე-პრეზიდენტის ეკონომიკისა და ვაჭრობის მინისტრის, ასე ვთქვათ, ხელმძღვანელობით. ჩვენ ახლა შეგვიძლია მოვისმინოთ იმ გზავნილების შესახებ, რომელიც არა მხოლოდ საბჭოს სხდომის ფორმატში გაკეთდა, არამედ გზავნილები მოვისმინეთ ასევე პრემიერ-მინისტრების შეხვედრისას, ზოგადად როგორი იყო უზბეკეთის რესპუბლიკაში ვიზიტის მეორე დღე, პოლიტიკური შეფასებები, რომელიც თან ახლდა ამ შეხვედრებს, ამ ყველაფერს ნახავთ ჩვენს რეპორტაჟში. უზბეკეთის პრეზიდენტთან შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ქართული დელეგაციის ორდღიანი ვიზიტის ბოლო ღონისძიება იყო. შავკატ მირზიოევმა ირაკლი კობახიძესა და მის გუნდს საპრეზიდენტო რეზიდენციაში უმასპინძლა. კიდევ ერთი შეხვედრა პრემიერ-მინისტრებს შორის მთავრობის ფორუმების სასახლეში შედგა. ირაკლი კობახიძეს უზბეკი კოლეგა შეხვდა და აღნიშნა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში პირველი ოფიციალური ვიზიტი უზბეკეთში ახალ ბიძგს მისცემს თანამშრომლობას და კიდევ უფრო განამტკიცებს ურთიერთსასარგებლო ურთიერთობებს ქვეყნებს შორის. ნამდვილად შთამბეჭდავია თუ როგორ ვითარდება ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის. სწრაფად ვითარდება თქვენი ქვეყანა. ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა რეფორმებმა და იმ გარდაქმნამ, რაც უზბეკეთში ხორციელდება თქვენი ლიდერობით. სხვადასხვა მიმართულებით ჩვენს თანამშრომლობას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყნებს შორის მთავრობათ შორის ეკონომიკური თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია და მახარებს ის ფაქტი, რომ ჩვენი მთავრობების წარმომადგენლებს ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები ჰქონდათ გუშინ და დღეს ეკონომიკური თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტზე. ჩვენს ქვეყნებს შორის პოლიტიკური თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია. დაინტერესებული ვართ სავაჭრო პარტნიორობა კიდევ უფრო გავზარდოთ ჩვენს ქვეყნებს შორის. ინვესტიციების ნაწილშიც შესაძლებელია გააქტიურება. თქვენი საინვესტიციო გარემო შეიძლება ძალიან მიმზიდველი იქნეს ქართველი ინვესტორებისთვის და საქართველოც ძალიან საინტერესო საინვესტიციო გარემოს თავაზობს პოტენციურ ინვესტორებს. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ შუადერეფნის განვითარებას. საქართველოს სტრატეგიული ადგილმდებარეობა აქვს ისტორიულად აკავშირებდა ევროპასა და აზიას, დასავლეთსა და აღმოსავლეთს. გსურს ამ სტრატეგიული ადგილმდებარეობით მაქსიმალურად ვისარგებლოთ და ამ მიმართულებითაც ძალიან ნაყოფიერი და სასარგებლო შეიძლება იყოს თანამშრომლობა საქართველოსა და უზბეკეთს შორის. ბატონო პრემიერ-მინისტრო, ურთიერთობები უზბეკეთს და საქართველოს შორის, რომლებიც ეფუძნება ურთიერთობების და პატივისცემის პრინციპებს, ბოლო პერიოდში აქტიურად ვითარდება ყველა მიმართულებით. თანამშრომლობა ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში ინტენსიურად მიმდინარეობს. ორმხრივი ვაჭრობის მაჩვენებლები იზრდება, ასევე ხორციელდება ერთობლივი პროექტები. კულტურული, ჰუმანიტარული და რეგიონთა შორისი კავშირები მტკიცდება. უზბეკეთი ყოველთვის მზადაა საქართველოსთან მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი ურთიერთობების ყველა ფორმატში. დღეს ჩვენი მთავრობების მთავარ ამოცანას წარმოადგენს იმ შეთანხმებების დროული განხორციელება, რომლებიც ეხება ახალ შეთავაზებებს ჩვენი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის. ბატონო ირაკლი, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში თქვენი პირველი ოფიციალური ვიზიტი უზბეკეთში კიდევ უფრო განამტკიცებს ურთიერთსასარგებლო ურთიერთობებს ჩვენ ქვეყნებს შორის, ასევე ახალ ბიძგს მისცემს ჩვენს თანამშრომლობას. დღეს ჩვენ გვაქვს კარგი შესაძლებლობა ერთმანეთს გაუზიაროთ მოსაზრებები ორმხრივი დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებზე. კიდევ ერთხელ, კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება უზბეკეთში. უზბეკეთსა და საქართველოს ურთიერთობის დღის წესრიგზე ქვეყნების მთავრობათა შორის ეკონომიკურ სხდომაზეც იმსჯელეს. ითქვა, რომ ელექტროტექნიკის, ტექსტილის, ფარმაცევტიისა და სამშენებლო მასალების ექსპორტის მიმართულებით, ისევე როგორც სოფლის მეურნეობისა და აგრარულ სფეროში თანამშრომლობის, ტვირთების გადაზიდვების სტატისტიკის გაზრდის კუთხით დიდი პოტენციალი არსებობს. ჩემთვის დიდი პატივია უზბეკეთში ყოფნა და საქართველოს-უზბეკეთის მთავრობათა შორისი კომისიის მე-10 სესიის თანათავმჯდომარეობა ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე. დიდი ხნიანი კავშირი წარმოადგენს საფუძველს საქართველოსა და უზბეკეთის მეგობრობისა და პარტნიორობისთვის. ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე მთავრობათა შორისი კომისია გახლავთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პლატფორმა, რათა ჩვენ ქვეყნებს შორის გაძლიერდეს ვაჭრობა და ეკონომიკური კავშირები. ხმად ვარ დარწმუნებული, რომ დღევანდელი შეხვედრა იქნება ჩვენი პარტნიორობის დამატებითი მტკიცებულება და ხაზს გაუსვამს თანამშრომლობის ყველა გადამწყვეტ სფეროს, მათ შორის ორმხრივი ვაჭრობის განვითარებას, თანამშრომლობას ტრანსპორტის, ტურიზმისა და კომუნიკაციის სექტორში და ეს უდაოდ იქნება
მიიჩნევა კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის გაზრდისთვის. არსებული გამოწვევების გათვალისწინებით ჩვენს ქვეყნებს ბევრი აქვთ გასაკეთებელი, რათა გააუმჯობესონ სოციალ-ეკონომიკური მაჩვენებლები მჭიდრო თანამშრომლობის გზით. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მისი აღმატებულება ბატონი კობახიძის ვიზიტი უზბეკეთში წარმოადგენს განსაკუთრებულ მნიშვნელოვან მომენტს ორმხრივი თანამშრომლობის ისტორიაში და არის განსაკუთრებული ახალი ეტაპი ქართულ-უზბეკურ მრავალგანზომილებიან პარტნიორობაში. ჩვენ უკვე მივაღწიეთ კარგ შედეგებს მრავალი მიმართულებით, თუმცა აღსანიშნავია, რომ ჩვენ გვრჩება კიდევ უზარმაზარი გამოუყენებელი პოტენციალი. ჩვენ დეტალურად განვიხილეთ ყველა ჩვენი მიმართულება, მოვუსმინეთ სამინისტროების ხელმძღვანელებს. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა, რომ არსებული რეალობის და არასტაბილურობის, სოფლიოში სწრაფად ცვალებადი მდგომარეობის ფონზე დღეს როგორც არასდროს მნიშვნელოვანია ერთმანეთთან მჭიდრო თანამშრომლობა. მოხარულები ვართ, რომ საქართველო, რომელსაც ჩვენ გულწრფელად მივიჩნევთ, ჩვენს მეგობრად, აქტიურად ვითარდება ყველა მიმართულებით და უზბეკეთთან თანამშრომლობის გაღრმავების მტკიცე სურვილს გამოხატავს. ჩვენი ქვეყნების წინაშე არის გახსნილი დიდი შესაძლებლობა და პერსპექტივები სავაჭრო-ეკონომიკური, სამრეწველო, სატრანსპორტო, ლოგისტიკური, კულტურულ-ჰუმანიტარული თანამშრომლობისთვის. ბოლო 5 წელიწადში ჩვენს ქვეყნებს შორის ტვირთბრუნვა 3.5-ჯერ გაიზარდა. უზბეკურმა მხარემ განაცხადა, რომ დაინტერესებულია ბათუმისა და ფოთის პორტების გამოყენებით, ისევე როგორც საქართველოს უზბეკურ აეროპორტებს თავაზობს ინდოეთის მიმართულებით ტვირთების გადაზიდვისთვის. უზბეკეთის ვიცე-პრემიერმა ქართულ მხარეს შესთავაზა ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასაყვანად ერთობლივი ტურიზმის ფორუმიც დაიგეგმოს. ეს ოლხრივი შეთანხმება მემორანდუმი ითვალისწინებს კიდევ უფრო დამატებით და უფრო აქტიურ თანამშრომლობას, როგორც სამეცნიერო კვლევითი მიმართულებით, აგრეთვე პროდუქციის ურთიერთვაჭრობის ხელშეწყობის მიმართულებით, რაც თავისთავად ცხადია პირდაპირ აისახება საქართველოს ეკონომიკას და აგრარულ სექტორზე და ეს ყველაფერი თავისთავად ცხადია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც ხელშეუწყობს ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერებას კიდევ უფრო მეტად და ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური პოტენციალის უფრო მეტად ათვისებას. ჩვენი განვითარებები, რაც შუა დერეფანთან მიმართებაში ხორციელდება რეალურად, ამის სრულ შესაძლებლობას იძლევა გამომდინარე გაზრდილი გამტარუნარიანობიდან უკვე შუა დერეფნის. კომისიაზე მოხდა ძალიან ბევრი ასე თქვა დივერსიფიცირებული საკითხების განხილვა, რომელიც როგორც სავაჭრო, ასევე ეკონომიკური მიმართულებით მნიშვნელოვან პერსპექტივებს წარმოაჩენს და ის მზარდი ტენდენცია, რაც მიმდინარე მომენტისთვის ვაჭრობის ბრუნვის ზრდის მიმართულებით სახეზი არის, მოსალოდნელი არის, რომ კიდევ უფრო ინტენსიური იქნება. პატივი მქონდა შევხვდოდი უზბეკეთის სპორტის მინისტრს ბატონ ითხამ იკრამოვს, რომელთა სადაც შევთანხმდით ორ ქვეყანას შორის სპორტის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე. ამავე დროს პატივი მქონდა გავცნობოდი ოლიმპიური კომიტეტის საქმიანობას, დამეთვალებინა მათი სპორტული ინფრასტრუქტურა და ასევე აღსანიშნავია, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით აპრილის თვეში ბათუმში ჩატარდება ყურაში ევროპის ჩემპიონატი, რომელიც გამორჩეული უზბეკური სპორტის სახეობაა და ეს ევროპის ჩემპიონატი სრულად საქართველოს მხარდაჭერით, საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერით ჩატარდება ქალაქ ბათუმში. პრემიერ-მინისტრის დელეგაციაში მყოფ მინისტრებს შესაძლებლობა ჰქონდათ პოლიტიკურ საკითხებზე კოლეგებთან ორმხრივ ფორმატშიც ემსჯელოთ. ირაკლი კობახიძის შეხვედრების პარალელურად შეხვედრები ჰქონდა ეკონომიკის მინისტრს ლევან დავითაშვილს და საგარეო უწყების ხელმძღვანელს მაკა ბოჭორიშვილს. საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობაზე, იმ პოტენციალზე, რაც არსებობს ჩვენს ქვეყნებს შორის პოლიტიკური დიალოგის გაღრმავების კუთხით, ასევე ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების თვალსაზრისით. ასევე ჩვენ განვიხილეთ სხვადასხვა სფეროები, სადაც შესაძლოა საქართველოსა და უზბეკეთს შორის განვითარდეს ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა. ჩვენ ვისაუბრეთ ასევე იმ გეოპოლიტიკურ ვითარებაზე, რაც არის ფართო რეგიონში, იმ გავლენებზე, რასაც ეს ვითარება ახდენს ჩვენს ქვეყნებზე. პრემიერ-მინისტრმა და ქართულმა დელეგაციამ უზბეკეთის რესპუბლიკაში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი დაასრულა.